out of the red corner, Liana Jojua. Liana Wolf Jojua. სწორედ ამ ნიკნეიმი სანაკებოდა სასიკა. დებიუტი ქართულ MMA-ში არენაზე. დიდხნიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება გალიას ლიანა. ის არის პირველი ქართული ფინიშის ავტორი UFC-ში, უდიდეს პრომოუშენში. მას აქვს როგორ ეგებება დამსწრე საზოგადოება. მას აქვს გამარჯვებები სოფლიოს უდიდეს სცენაზე. და ის დაბრუნდა სამშობლოში. ვიცით, რამდენი კომაგი და გულშემატკივარი ყავდა ეკრანებიდან და ახლა კომაგებს შეუძლია პირისპირაც ნახონ, ლაივში ნახონ ამ ლეგენდარული ქართველი მებრძოლის ბრძოლა. მას კუთხეში უდგას სოფია ბაღიშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მოიგო ასევე ფინიშით თავის ბრძოლა. არბარი ძალიან კარგი ულამაზეს და ულოცა. ლიანა არის 29 წლის 163 სანტიმეტრი, 7 გამარჯვება, 6 მარცხი. ორივე მებრძოლი არის ძალიან გამოცდილი. ფერეირას აქვს 8 გამარჯვება და 7 მარცხი, ხოლო ლიანას 7 გამარჯვება და 6 მარცხი, თუმცა ლიანას აქვს უდიდეს ორგანიზაციებში ნაბრძოლი UFC და პირველად შეაბიჯებს ქართულ ოქტაგონზე. რაც ორმაგი პასუხისმგებლობაა, დარწმუნებული ვარ და მას დარბაზი დიდი ოვაციებით ხვდება. Ladies and gentlemen, this is GFC Women's Bantamweight Division. This fight is 3 rounds, 5 minutes. Introducing first, fighting out of the blue corner, age 38 years old. Her weight is 61.2 kilos. She stands on 170 centimeters. 8 wins, 7 losses. Representing RD champions from Pernambuco, Brazil, Jacqueline 3D Ferreira. Jacqueline Ferreira ორ გამარჯვებიანი სერიით მოვიდა GFC-ს out of the red corner, age 29 years old. Her weight is 61.2 kilos. She stands on 163 centimeters. 7 wins, 6 losses. Representing Guram Fight Club from Tbilisi, Georgia, Liana She-Wolf Jojua. And when the action begins, your referee in the cage, Mr. Łukasz Bosacki. ცენტრალური მსაჯი გამოცდილი ასევე ლუკაშ ბოსაცკი, პოლონელი სტუმარი. მაღალი ლიგის მსაჯი უხდება ესეთი მაღალი დონის მატჩებს. Round 1. დავიწყეთ ბრძოლა. Here we go. აქტიურად დაიწყო ბრძოლა, მებრძოლები გასვლებს შევიდნენ. ეს აჰეტიკი! ღმერთო ჩემო! აქ რა ხდება? ნოკაუტი! რა ჰეტკიკი შეჭამა? Jacqueline Ferreira. მარტო ჰეტკიკი. რა დარტყმებს გაუძლო? ძიმე დარტყმები აიტანა Ferreira-მ. თუმცა ჯერ ეს შტორმია გადასატანი. ლიანა შეუძლია მაუნტ პოზიციაზე გადავიდეს. აქ შეუძლია ამერიკანა, კიმურა, ბევრი ილეთი. საკეთებს, მარჯვენა ხელი თავისუფალია, კარგად მოიყოლა, მარცხენა ხელი და შეიძლება ისევ ინტენსიური დარტყმების გაკეთება და ფინიშს უმიზნებს. Ferreira. ფინიშს უმიზნებს ქართველი მგელი. ართმობს პოზიციას Ferreira, ცდილობს გამოძრომას, თუმცა ლიანა ჯოჯუა იბრუნებს. წამყვან პოზიციას არის მაუნტში და შეიძლება ეხლა ურთულესი დარტყმები.
ჯერ არ არის გამოსული იმ შოკიდან და შეუძლებელია კიდეც გამოსულიყო ასეთი ძლიერი დარტყმების შემდეგ შოკიდან. ჰაიკიკის შემდეგ გამოსვლა ძალიან რთულია. ორი უმძიმესი ჰუკი ბონუსად. ახლა შეიძლება იდაყვებით დარტყმები. და ალბათ დაასრულებს ლუკაშ ბოსაცკი ამ ცალკარა ნამდვილად სწორი შეფასება. უპასუხო დარტყმები. როგორც ჩანს მგელი ძალიან გაბრაზებული დაბრუნდა ოქტაგონზე. და ისევ დარტყმები. თუმცა ფერეირა ცდილობს გამოძრომას. არ ეგუება არსებულ ვითარებას. თუმცა ჯოჯუას კორიანტელი პიკს აღწევს და შეიძლება ყველაფერი დასრულდეს და She Wolf is the winner by technical knockout მეგობრებო. ლიანა ჯოჯუა თამაშია. ქართველ მაყურებელს ამაზე ნაკლები სანახაობა არ უნდა შესთავაზო. როცა შენგან ამდენ სელის და ბრავო ლიანას. ბრავო. მე ასევე ბრავო ჯაკლინ ფერეირას, რომელმაც ბოლო წვეთამდე იბრძოლა. ემოციებს ვერ მალავს ლიანა ჯოჯუა. ჰაიკიკის და ორი ჰუკის შემდეგ დავიძახი კიდეც რომ ეს იყო ნოკაუტი. არ მეგონა რომ აქედან გააგრძელებდა ჟაკლინ ფერეირა. სწორედ ამაზე ვსაუბრობდი რომ ჟაკლინ ფერეირა ურთულესი მდგომარეობიდან გამოძრვა და გადავიდა შეტევაზე. თუმცა ლიანა არაჩვეულებრივად იგრძნო მომენტის მნიშვნელობა და გამოიყენა. ასე სუფთად ჰაიკიკი გაატარო. ძალიან რთულია საიქიოდან დაბრუნების Ladies and ტოლფასი. gentlemen, the referee has called a stop to this contest, declaring the winner by TKO, Liana ნანატრიხმა GKO გილოცავთ. ქართულ გულშემატკივარს ამ შესანიშნავ გამარჯვებას. ბრძოლის ტემპმა არ მოგცა საშუალება. კარგად გაგვეცნო მაყურებლისთვის ჟაკლინ ფერეირას MMA-ის მონაგარი. ის ძალიან პოპულარული, ძალიან წარმატებული და ძალიან ცნობილი სახეა ადგილობრივ ბრაზილიაში, სან-პაულოში. თუმცა ეს ბრძოლის ტემპი წარმოუდგენელი იყო ამ ყველაფრის გასაცნობად. მოგესალმებით. მოусმინოთ ლიანას ემოციურ სიტყვებს. ძალიან დიდი მადლობა დღეს ამდენი ხალხი რომ მოვიდა რომ მიბალენშიკოს ძალიან მესიამონა როგორც იცით. 2 წელზე მეტი არის რომ არ გამოვდიოდი შეჯიბზე, ტრავმები მქონდა და ეხლა იყო ჩემი დაბრუნება და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა გიორგი კაბულაშვილს. ესე იგი რომ დამაბრუნა. ჰაილაითებს და ეს მარცხენა. იცოდა რომ შემიძლია კიდე ჩხუბი და იმედია კიდე გაგახარებ ჩემი ჩხუბები და რაც მთავარია მინდა უთხრა. დიდი მადლობა და ძალიან მიყვარს ჩემი მშობლები, მამიკო და დედიკო, მიყვარხართ. მამი სიმართლე ყველა დროს იქნება ჩვენ მხარეს და სიმართლე სულ გაიმარჯვოს. მიყვარხართ, გაიხარეთ. ემოციური მიმართვა კომარჯვებული სიტყვა. და ეკრანზე ვხედავთ მომენტებს, მე გავერთე მომენტების ყურებაში. ძალიან მაგარი დაბრუნება. წეგან ვიძახთ ორი ბრძოლის დროს დადგა. წინ გველის co-main event.